სტუმარი მოგესალმებით ზაზა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გესმით იმედია ჩემი ხმა. გესმით ჩემი ხმა? მესმის, საღამშვიდობის. საღამშვიდობის. მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, გველოდება თუ არა რაღაცა კიდე ახალი დიდი რუსული შემოbrunება ან ნახტომი, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ახლო მომავალში ესეჭვები ჩნდება, ეს არ ვიცი, ინფორმაციას ვერ დავარქმევ, მაგრამ რაღაცა ლოგიკური დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, ხო? არსებობს ეგეთი ლოგიკური დასკვნები, თუნდაც ზახაროვას განცხადებებზე ვლაპარაკობდით, ნებეზნიას განცხადებებზე გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, რომ ელოდებიან საქართველოს ხელისუფლებისგან რაღაც ნაბიჯებს, მათ შორის ეს ძალის არ გამოყენების შეთანხმებას და ასე შემდეგ. ანუ თქვენ გაქვთ ეგეთი განცდა, რომ ახლო მომავალში შეიძლება კიდე რაღაცა უფრო კონკრეტული იგეგმებოდეს რუსების მიმართულებით? საღამშვიდობის, ნინო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. რუსეთის რახვებს რაც შეეხება, სინამდვილეში ორი კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს შეხება. ერთი, რომლებიც საკუთარი კეთილშობილებიდან ან მიამიტობიდან გამომდინარე ყოველთვის მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეიძლება ლაპარაკი, ან რუსეთს შეიძლება იგივე კატეგორიებით განსჯიდეთ და იგივე მოდინები ქონდეს ამ ქვეყნის მიმართ, რაც გვაქვს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს და ხალხის მიმართ. და მეორე ტიპის ადამიანები ეს არიან ისინი, ვინც იცნობენ რუსეთს და ამ ხალხისა და სახელმწიფოს და ქვეყნის ისტორიას. შევახსენოთ ელემაყურებელს, რომ რამდენიმე წლის წინ პუტინმა ბავშვებთან შეხვედრაზე, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე დასვა ასეთი კითხვა: სად მთავრდება რუსეთის საზღვრები? და იქ მოსწავლემ უპასუხა რაღაცი ბერინგის სრუტე, ესა და პუტინმა თქვა, რომ ეს უარესო შეცდომაა, რუსეთის საზღვრები არსად არ მთავრდება. ეს არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ფუნდამენტურად ცნეული სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც სხვა პრიორიტეტები აქვს, მათთვის არც ადამიანის სიცოცხლე არ ამეღირებული, არც საერთაშორისო სამართალი ან რაღაცა ისეთი, რაც შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანისთვის იყოს, საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის იყოს ღირებული, ეს კატეგორიები არ არსებობს, არსებობს რაღაც იდეაფიქსები და ეს იდეაფიქსები იქნება მათი მთავარი მოტივატორი, ვიდრე ისინი არ განიცდიან ძალიან ისეთ მკვეთრ და გადამწყვეტ მარცხს, რა ვიცი, ისეთივე მარცხს, როგორც გერმანიამ განიცადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ან იაპონიამ, ან როგორც საბჭოთა კავშირმა დაასრულა თავისი არსებობა 91 წელს, თუმცა ეს როგორც აღმოჩნდა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ რუსები გათავისუფლებული იყვნენ ამ იმპერიული მენტალიტეტისგან. რას აპირებს რუსეთი, ხო? ასე თუ დაისმება კითხვა, რუსები ნაბიჯ მიდიან იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მათ ჰქონდათ და მე არ დავსვამდი საქმეს ასე ივანიშვილი რას აპირებს და ოცნება რას აპირებს. დავსვამდი კითხვას ასე, რას აპირებენ რუსები, რაც ჩათვლიან ისინი საკმარისად მომზადებულად იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ანუ ზაზა ივანიშვილს აღარ აქვს არჩევანის უფლება, ანუ საერთოდ სიტყვის უფლება აქვს ამ კაც რუსებთან, რომ რამეზე თქვას, რომ არა, აქ უკვე ვეღარ გამოყვებით. თქვენი აზრით აქვს? მოდი ასე ვთქვათ, როგორ ისევ დაბრუნდა რუსი როგორ მე ჯერ არ მივსულა იქამდე საქართველოს, ანუ ქართველი როგორ ხედავს ამ ვითარებას, მაგრამ რუსი როგორ ხედავს ჩვენ? რუსისთვის საქართველოს როგორც სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაც ეგზოტიკური ეთნოსი, რომელსაც ეწოდება ცეკვა, სიმღერა, ხაჭაპურის გამოწყობა და ტურისტის მასპინძლობა, რომ რა ლამაზი ბუნება მაქვს, მაგრამ არაფერი სახელმწიფოებრივი, არაფერი ნამდვილად ღირსეული ჩვენში არ უნდა იყოს, ეს ეგზოტიკური სახეობა უნდა ვიყოთ და რაც თავარია, რუსისთვის ჩვენ არ უნდა გქონდეს არსებითი გავლენა და არსებითი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების საშუალება იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ბედიღვალს ეხება. ჩვენ შეიძლება გქონდეს შიდა ავტონომია ისეთ თემებზე, რომელიც რუსისთვის არ არის მიკრომენეჯმენტის სათვალსაზრისით საინტერესო, ხო? პირობითად ეხლა ერთი კლანი ჩაანაცვლებს მეორე კლანს, თუ ერთი კლანი გააკეთებს ფულს და არა მეორე, ხო? რუსი ამას დააკვირდება, დააბალანსებს, ხან ერთს გააძლიერებს, ხან მეორეს ეკავს. თქვათ ესეც ნუ იტყვით ზაზა, თქვათ ესეც ნუ იტყვით, იმიტომ რომ რუსეთის უკვე ჩემი აზრით იმდენად დიდი წვდომა აქვს მას შიგნით, რომ შეიძლება შიდა თამაშებშიც და რაღაცა თავის იქაც ხო არის რაღაცა ჯგუფები, ხო? ძალაუფლების კონტროლის ჯგუფები და ყველას თავისი პროექტი აქვს და ყველა თავის პროექტს ხაჩავს და შეიძლება რაღაც არკისებურად იყოს კიდევაც გადმოტანილი ეგ ამბავი უკვე ძალიან შიდა ამბავშიც. მე გულისხმობდი ის, რომ რუსეთს აქვს უშუალო და პირდაპირი გავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, ამას არ გულისხმობდი, მაგრამ არის თემები, რომლებიც ისინი არსებითად არ არიან დაინტერესებული. გულისხმობ იმას, რომ აი კონკრეტული კორუფციული
ინტერესების გადანაწილება შეიძლება საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ასე, ხო? საბჭოთა კავშირის დროსაც იყო კლანები, იყო იქ ხრუშჩოვი, მასთან დაალაგდა საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი მჟავანაძე, მე ვიღაცასთან ვერ დაალაგდა და ასე შემდეგ. ეს არ ცვლის იმას, რომ საბჭოთა კავშირს, ანუ რუსეთს, საბჭოთა რუსეთს დაპყრობილი ყავდა საქართველოს, ხო? კლანები მაშინაც იყო და დღესაც არის. რუსეთშიც და საქართველოსშიც, მაგრამ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ არის იდენტური და შიდა რაღაც პატარა ავტონომიური თემები ჩვენთვის თუ დაუტოვებიათ გადასაწყვეტად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივია ხა ღარიბაშვილმა რამდენი მოიპარა და ლილუაშვილმა ეგეთ რაღაცები არ აინტერესებს კი. მაგაშენად მეფმა მაგას გულისხმობ. დაუბრუნდეთ იმას ივანიშვილს რაზეა გავლენა. ხო ივანიშვილს მეტი ავტონომია ჰქონდა 2012 წლიდან დასაწყისში, თუმცა ეს ავტონომიაც იყო იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მას აძლევდნენ რუსები. თავიდან ეხა წარმოიდგინეთ ივანიშვილს 2012-ში რო ეთქვა, რომ ეს ყველაფერი არის deep state, ომის პარტია, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, რომ ნატოში არ გვინდა, რუსებს ყოველდღიურად ეკოთ, ხო? ქართული ხალხი ჯერ ერთი რო ხმას არ მისცემდა მას და მე ხილავდა ვერასოდეს ხელისუფლებას ეს რო ეთქვა, ის ძალიან კარგად შეინიღბა. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო შენიღბული ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ცბიერად გადადგმული ნაბიჯები და მოქმედებები. იგივე 2014 წელს, როდესაც რუსებმა უკრაინაში ათქმევინეს იანუკოვიჩს უარი ევროკავშირთან ასოცირებაზე, მათ მიიღეს მაიდანი. და შევახსენოთ მაყურებელს, რომ უკრაინა 2014 წელს დიდწილად იყო რუსეთისადმი ძალიან ლოიალურად გაწყობილი ქვეყანა და იქაც კი ვერ გაიტანეს რუსებმა ეს ახლა წარმოიდგინეთ 2014 წელს საქართველოს ამას ხო ვერ გააკეთებდა. აქედან გამომდინარე საქართველოს დართეს ნება ივანიშვილის ხელისუფლებას რუსებმა დართეს ნება რომ მოდი შენ მოაწერე ხელი ამ ასოცირებას, მოაწერე ხელი მე ცოტა ხანში თავისუფალ უკაცრავად უვიზო მიმოსვლას, მაგრამ თან პარალელურად ყველაფერი გააკეთე რომ ჩვენ ტოტალური კონტროლი გქონდეს თქვენ საგარეო პოლიტიკაზე, თქვენს უშიშროების სისტემაზე, მე აღარ ჩამოვთვლი ახლა ჩვენი სპეცრაზმელების დევნას, ჯარისკაცების ინფორმაციის რუსეთთვის გადაცემას, სრულ მოშლას, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის და ამ ყველაფრის პოლიტიკურ ანუ ჭეშმარიტების მომენტი არ იყო დამდგარი 2022 წლამდე, ხო, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, არ იყო ეგეთი რაღაც აუცილებლობა, რომ ივანიშვილს მხარე აერჩია, ანუ ღიად მხარე აერჩია და ზაზა მას ხომ არ გაუჩნდა ილუზია, რომ მოთამაშე არის და თვითონ წყვეტს რაღაცეებს. რჩება საბეჭდილება, რომ ივანიშვილმა რუსეთი კარგად არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ იქ გამდიდრდა და 90-იან წლებში კარგად იცოდა იქაურობა, რჩება საბეჭდილება, რომ რუსეთი არ იცის. აი მაგალითად, რუსეთს ვინც კარგად იცნობს, არასოდეს ერთი წამითაც კი არ გაუჩნდებოდა ილუზია, რომ შეიძლება მან რამე ფორმით ან რაიმე არ ვიცი, რაიმე გარიგებით აი ესეთ ნებით დაგიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალა. მე არ გონია, რომ ივანიშვილს ეს ილუზია ჰქონდა. აი 2024 წელს რჩებოდა განცდა, რომ თითქოს დაიჯერა, რომ რუსები რაღაცას მისცემდნენ. როცა ეს ბოდიშების კამპანია დაიწყო. მე მან ასე თქვა, მაგრამ თუ ვისაუბრეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ამ თემაზე საუბრობდნენ 2011 და 12 წლებში, მაშინ ჯერ კიდევ კულუარულად, მათ შორის ერთი თქვენი კოლეგა, ძალიან საპატივცემულო ადამიანი, მეორე არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც მასთან კოალიციაში იყო, ისინი დღეს საუბრობენ იმაზე, რომ მაშინვე იძახდაო, რომ არანაირი ოკუპაცია დაივიწყეთ აფხაზეთი, ეს ყველაფერი ტყუილია, შესაბამისად, ეხლა საჯაროდ ერთს ამბობდა, მაგრამ მეორეა რომ არასდროს მისი მხრიდან ამის არც რეალური ილუზია არსებობდა და არც რაიმე ნაბიჯი გადადგმულა. მოდი გავიხსენოთ ეხლა წინა ხელისუფლების დროს და ეხლა წინას რო ვიძახი უკვე 14 წელია გასული, თითქოს არარელევანტურია, მაგრამ ყოველწლიურად იყო რაღაც ინიციატივა, ხო? აბა შტაინმაიერს დაველაპარაკოთ, აბა ეს ვსინჯოთ, აბა ისე ხო არ გამოვა, აბა გალის რაიონი და ოჩამჭირის რაიონი ვცადოთ და მე რეინტეგრაცია სულად. ხო, სხვადასხვა ვარიანტები მუშავდებოდა, ზოგი ცოტა უფრო რისკი არის, ზოგი ნაკლებ რისკი არის, ზოგი სრულიად დიპლომატიური და ეხლა ბოლო 14 წელი არაფერი არ ხდება. ნუ აი აფხაზეთში საწვავი შეიტანეს. ეს ხო, ეხლა ეს ახლა დობის აღდგენასთან მაჩვენეთ ერთი აფხაზი, რომელიც იტყვის, რომ დობის აღდგენას ემსახურებაო ამბობენ. დაცინვა ეს ქართული საზოგადოების დაცინვა, სინამდვილეში ეს არის რუსული ბრძანების შესრულება. როდესაც რუსებს გაუჭირდათ საწვავი, ღმერთმა უწყის ის საწვავი ახლა შეიძლება 10% მოსახლეობამდეც მივიდა, მაგრამ 90% დაიხარჯებოდა და მოხმარდებოდა იმას, რაც ჭირდება საოკუპაციო ხელისუფლებას თუ რეჟიმს და მათ მესვეურებს ზემოთ. შესაბამისად, ეხლა იმაზე საუბარი, რომ ეს არის დობის აღდგენა ვიმეორებ თვალში ნაცრის შეყრაა და ქართული საზოგადოების დაცინვა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი წამით, არც იმის ილუზია ქონია ივანიშვილს, რომ ჩვენ აფხაზებთან უпроსოდ რუსები რაღაც დათმობას გააკეთებდნენ აფხაზეთთან დაკავშირებით. უბრალოდ ეს იყო
ეს იყო ერთადერთი ახსნა იმისა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა რაღაცა თვალსაზრისით გაენეიტრალებინა. ანუ მან თქვა, რომ ხალხმა, რომელიც ორი გენოციდის მსხვერპლია აფხაზეთის ომში 92-13 წლებში, უნდა მოიხადოს ბოდიში. აი ესეთი წარმოუდგენელი რაღაც თქვა და კულუარულად გაუშვეს ხმები, ჭორები, აი ძველი კგბ-შნიკური სტილი გავიხსენოთ ხო, როგორ ხდებოდა ზოგი ავტობუსებში, ზოგი სხვადასხვა ესეთი ჭორიკნული გზით ავრცელებდნენ რაღაც ალტერნატიულ ვერსიებს და აქ საჯაროდ იტყვა რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ჩვენ გენოციდის მსხვერპლობა უნდა მოვიხადოთ ბოდიში, გენოციდის ჩამდენებთან და კულუარულად და უკანასკნელზე გაუშვეს ეს ჭორი და თურმე იმიტომ კეთდება რომ რაღაცა კი ბატონო ზაზა რაც იმთავით ვეთყუილი იყო ზაზა არ იქნება ეს მსუბუქი და უსაფრთხო ნახტომი ივანიშვილისთვის რუსეთისკენ ხო კონტექსტ თუ გავითვალისწინებთ მართალია ივანიშვილმა გააგდო აქედან ამერიკაც და ევროპაც მაგრამ მათთვის სულ ერთი არ არის საქართველოს ბედი საქართველოს მომავალი რა ხდება საქართველოში განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში და ხედავთ ხო სანქციები ივანიშვილს თავიდან ეშინოდა ყველაზე მეტად პირადი სანქციების მაგრამ გონი თანდათან აღმოაჩინა და აღმოაჩენს რომ პირად სანქციებზე უფრო საშიში შეიძლება იყოს მაგალითად კრიპტობირჟების დასანქცირება ნავთობქარხნის დასანქცირება რომ თან თითქოს პირდაპირ არ აქვს ხო კავშირი მაგრამ აი ხა ირანთან დაკავშირებით ამერიკის სანქციები რომელმაც აი ეს გეგმები შეიძლება ძალიან აურიოს რაც მას ჰქონდა მე ვეძახი დიქტატურის ბიზნეს გეგმას ხო რომელიც მას ჰქონდა ხო რაღაც მონახაზი როგორ უნდა შეენახა ეს რეჟიმი ხო ასეთი მარტივი იქნება მისთვის ეხლა ესეთი რუსული ნახტომი მოდი ასე დავსვათ კითხვა რამდენად თავისუფალია ეს საკუთარ არჩევანში მარტივი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მოდი ასე ვთქვა, აი 3-4 წლის წინ ნინო თქვენ პირადად ან ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თუ წარმოიდგენდა, რომ რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად და განსაკუთრებით 2022-დან იმდენად არა, რაც რამდენადაც 2024-ის იმ ავადსახსენებელი მიტინგიდან, აქციიდან 29 აპრილს გაიმართა თუ არ ვწდები ის აქცია რუსთაველზე, სადაც ივანიშვილმა ეს ბოდიშები დაანონსა და ილაპარაკა დასავლეთის მტრულ როლზე. ეს იყო შოკი საზოგადოებისთვის და მას მერე ყოველდღიურად უარესდება ეს ვითარება, მართლა სურეალიზმში ვცხოვრობ და ეს ადამიანები ჩვენ გარშემო არიან. ეხლა მე შორს ვარ იმაზისგან რომ რომელიმე მათგანზე მაღალი წარმოდგენის ვიყო, მაგრამ ამასთანავე ასეთებადაც არ მიმაჩნია. მაგრამ გონია რომ მათ რაღაც ეტაპზე ეშმაკთან გარიგების დადებით დაკარგეს თავისუფლება. დღეს მათ არჩევანი აღარ აქვს. ამას არც თანაგზნობით ვამბობ. და არც იმ თვალსაზრისით რომ ამენარად შემცუბუქდეს მათი ბრალეულობა. უბრალოდ ფაქტობრივი მოცემულობაა რომ ადამიანი იმას კადრულობს, რასაც ესენი ყოველდღიურად კადრულობენ, ესე იგი იქ უკვე სხვა მოცემულობაა. ესენი ამას ნებით ვერ აირჩევენ. შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანმა აკეთოს და ილაპარაკოს ის, რასაც აკეთებენ დღეს ხოცები. მათ რომ კონდეს ნების თავისუფლება, ხო? ეს არის რუსული გეგმა და უბრალოდ ისინი არიან კონკრეტული მესიჯების გამხმოვანებლები. ამის სანაცვლოდ მათ ეძლევათ განუსაზღვრელი კორუფცია ეძლეოდა დღეს ბევრი რამე იცვლება ხო ეხლა 12 წელი ვიჭამდა ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ ზრდა დამოედინათ ეს მაგრამ ჩვენ რა ვიცით ეხლა რომ ეს უბრალოდ ცვლილება არ არის ამ სქემებში ხო ვიღაცა წავიდა ვიღაცა მოვიდა რომელიმე კოლ ცენტრი დაიხურა თუ კორუფცია შემცირდა ჩვენ და ესაც აღარ არის აზა მარტივი ივანიშვილს ესე ეგონა რა ეს კოლ ცენტრი მისი შიდა საქმე იყო შიდა ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიაზე სადაც მას აქვს აბსოლუტური კონტროლი იყო რაღაცა ფიზიკური შენობა და ნუ იქიდან რეკავდნენ სადღაც და ვისი რა საქმე იყო ხო ესე თვლიდა ეგ მაგრამ მე გაირკვა რომ ევროპელებისთვის სულ ერთი არ არის მისი პენსიონერები რომ აქედან დააყაჩაღეს არც ამერიკელებისთვის არ არის და ამერიკაშიც ხდებოდა აქედან როგორც ვიცით ყოველდღიური ტრანზაქციონალური დანაშაულია ეს ანუ ის ესე უყურებდა ყველაფერს აი ეს კრიპტობირჟებით არ თვლიდა რომ ეს იყო რაღაცა ტრანსნაციონალური დანაშაული და ვიღაცა შეიძლება რაღაცა თვალში მოხვედროდა და არ მოწონებოდა მართლა მე მგონი მართლა ესე უყურებდა იგივე აი რუსეთს რო ეხმარებოდა ქართული ბიზნესი თუ რა ვიცი რა დავარქვა იმას ეს მანქანიდან დაწყებული ხო რო გაიზარდა მანქანების ექსპორტი საქართველოსთან რაღაც არ ნახულად და რომ გადიოდა აქედან რუსეთში წლების მანძილზე რაღაცეები ხო ის თulis რომ მისია კაცო ეს ქვეყანა ვისი რა საქმე მგონი მართლა ესე თulis ხო და
აღარ იქნება ამის საშუალება. კოლ-ცენტრებშიც ვეღარ არიან ისე მყარად, როგორც ვიცი, იმიტომ კი არა რომ შიგნით რამე მოხდა, იმიტომ რომ გარედან არის ძალიან ხელის გულზე. სხვადასხვა ეხლა თქვენ რო თქვით რომ მისია ეს ქვეყანაო მინდა აი ამ რუსულ კოცური პროპაგანდის ცინიზმს გაუსვა ხაზი წინა ხელისუფლების დროს აი ძალიან ესეთი აპრობირებული პროპაგანდისტული ხაზი იყო რომ კაცო ამდენი რამე კი კეთდება მაგრამ ეგ თავისთვის აკეთებენ პარლამენტი აშენდა თავისთვის არის გზები თავისთვის არის ისე მესტია თავისთვის არის ის თავისთვის არის და ეს ადამიანი პრეზიდენტის სასახლე თავისთვის არის კაი კი ბატონო თავისთვის არის ეს ადამიანი პუშკინის სკვერს მართლა თავის თავზე იფორმებს ბოტანიკურ ბაღს თავის თავზე იფორმებს გზებს კეტავს და პოლიციას იყენებს სახელმწიფო რესურსს იმისთვის რომ თავის თავარია რომ ლეგენდა კიდე ცოცხალია რომ ივანიშვილი საქართველოში ფულს არ აკეთებს აი ეს ლეგენდა რანაირად არის კიდე ცოცხალი და გვეუბნება რომ ეს ჩვენთვის არის ლებიდანო წინა ხელისუფლების დროს რაღაც კეთდებოდა კარგი ცუდი ნუ შევალთ მაგაში მოგწონს არ მოგწონს კეთდებოდა სახელმწიფო ბალანსია დღესაც ხო ის ყველაფერი და დღეს ეს კაცი სახელმწიფო ქონებას მათ შორის რა ვიცი ბოტანიკური იქნება პუშკინის სკვერი მათ აი პირველ რიგში გადაიფორმებს თავის კომპანიის სახელს და გვეუბნება რომ ეს თურმე ჩვენთვის არის აი უდიდესი ცინიზმია რუსული ცინიზმია ამ ყველაფერში ეხა ის რომ მას ეს ქვეყანა თავისად მიაჩნია ნამდვილად ასეა და ეს არის ერთგვარი გარიგება ხო შიგნით რაც გინდა აკეთე ასე იყო თავიდან ჩემი აზრით რა თქმა უნდა და გარეთ ჩვენ განსაზღვრავთ თქვენ ახლა ნატოში წახვალთ თუ ევროკავშირში თუ როგორც იქნება და დღეს ეს მარწუხები ძალიან შეიკუმშა უკვე და მათი არჩევანი ძალიან ცოტა სფეროს შეიძლება შეეხოს მე ხშირად შემედარებია დღევანდელი ვითარება ჩვენ და სამწუხაროდ 1920-იან წლებს და შევახსენოთ ტელემაყურებელს რომ პირველი თაობის ბოლშევიკებს ზოგიერთს მართლაც ჯეროდა რომ ერთი მთავრობა მეორედ შეიცვალა კი რუსების არმიას შემოუძღვნენ მაგრამ იმიტომ კი არა რუსეთმა დაგვიწყო იმიტომ რომ უბრალოდ მენშევიკები გაიგდოთ მათი ტერმინოლოგიით და ბოლშევიკები მოსული იყვნენ და ცოტა ხანში რო აღმოაჩინეს რომ თურმე დაგვიყრეს ქართველი ბოლშევიკებიც კი აჯანყდნენ ქართველი ბოლშევიკების ნაციონალ უკლონისტების თემა მაშინდელი რუსულ საბჭოთა იმპერიის მასშტაბით იყო ერთ-ერთი პირველი თემა. ანუ მათაც ზაზა ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნახეთ, აი ძალიან შეიცვალა მას შემდეგ რეალობა, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჯობს, დასავლეთთან კარგ ურთიერთობას 2022 წლის ანუ აი ეს ჭეშმარიტების მომენტი როცა დადგა ხო ღია აგრესიის დაწყების შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რუსეთი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხა უკვე ისე მივეჩვიეთ გაშუქებისას თუ აი ეს გარჩევებისას რომ აი ბენზინი არ აქვს რუსეთში უკვე თვეებია და ეხა მეორე ტალღა დაიწყო კიდე საწვავის კრიზისის რომ ხო რაღაც ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია არა და 5 წლის წინ ეს რომ ვინმეს ეთქვა რომ რუსეთში ბენზინს ვერ იყიდდი ალბათ არავინ არ დაიჯერებდა ხო აი თქვენთვის რო ეთქვა ვინმეს დაიჯერებდით მეც ვერ დავიჯერებდი ნამდვილად უამრავი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას რუსეთში მათ შორის ეკონომიკაში აი ახლა არ ვაქცევთ ამასაც დიდად ყურადღებას ნოვოროსისკის პორტში ტერმინალები რამდენჯერ განადგურდა და ხორბალი ვეღარ გააქვს ხო მაგალითად საქართველოს მთლიანად რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული ხო ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მე რა ჩვენ ხმელეთით შემოგვაქვს და შიდა ბაზარზე ფასი დაიწევს მაგრამ არა ფერმერი თუ გაკოტრდა იმისგან ვეღარც იაფს იყიდი და ვეღარც ძვირს ხო ანუ ჩვენ ვართ ძალიან დიდად ანუ რუსეთის საქმე მიდის უკან შეუძლებელია რომ დღეს ივანიშვილი არ ფიქრობდეს რომ შარშია თუნდაც ამის გამო კი მე გეთანხმებით შეიძლება ამას ფიქრობდეს თუმცა ორი ფაქტორია კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთი ის რომ ის ფუნდამენტურად საბჭოთა პიროვნებაა საბჭოთა ადამიანია ადამიანი რომელიც ამბობს რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და საზღვრები გაიხსნა ეს იყო ცუდი იმიტომ რომ ადამიანებმა ნახეს საბჭოთა მოქალაქეებმა ნახეს სხვაგან რა ხდებოდა და ამით გაუბედურდენო ანუ მან თავისუფლებაში დაინახა ნეგატივი ეს მხოლოდ საბჭოთა და რუს ადამიანს მენტალურად რუს ადამიანს შეიძლება ასე მოეჩვენოს. ანუ ის რუსეთის რეალობაში არის როგორც თევზი წყალში, მან იქიშოვა ფული, ახლა ეს ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ სხვადასხვა ამასაც გაუსვათ ხაზი, ხო? მან ფული როგორ იშოვა, ის პირველი მილიარდი როგორ იშოვა, არ ვიცი. ამბობენ მე რა წამიკითხავს. სხვადასხვა ვერსიები არსებობს პრინციპში ამასთან დაკავშირებით. ეს არ უნდა იყოს, ხო, მაგალითად დღევანდელი მილიარდერები, ქართველი მილიარდერები რო ნახავთ, მიშა ლომთაძე როგორ გამილიარდერდა, შეგვიძლია მიუყვეთ კაპიკ-კაპიკ. დავით ნაკროშვილი როგორ გამილიარდერდა და შეგვიძლია მიუყვეთ კაპიკ-კაპიკ და ყველა სხვა პრაქტიკულად. საერთაშორისო მასშტაბი ავიღოთ, ხო? სერგეი ბრინი იქნება თუ ბეზოსი თუ ვინც იქნება, ყველა ვიცით, რითი დაიწყეს და როგორ გამდიდნენ და
ეს კაცი უცბად გახდა მილიარდერი, უცბად. ხო არა, იქ ყველა ვიცით რომ 90-იანების პრივატიზაციის დროს იყო ესეთი რაღაცა სქემები, რომლითაც მაშინ გამდიდრდა ყველა პრინციპი. ვარაუდის დონეზე ვიცით ეს, ხო, იმიტომ რომ აი კონკრეტულად შეიძლება ვიცოთ რომ აი ეს ქარხანა იყიდა და მე აი ამ ქარხნით გამდიდრდა. ხო, აი ესე დეტალურად აი ეს ბანკის ამბავიც ძალიან ბუნდოვანია სიმართლე რომ გითხრათ. და რუსულ საიტებზე ადრე იყო წლების წინ იყო ხოლმე მასალები მის შესახებ და გაქრა მერე. ხო, ანუ ის რომ პირველი მისთვის რუსული არჩევანი ორგანული არჩევანია. მას ის 21 მოწონს, გახსოვთ ალბათ შტეფან ტოლცის ფილმი, ხო? გაგიჟებით და დიდი ნოსტალგიით და სიყვარულით რო ჯდება გაზ 21. ხო, აი ეს არის მისი სამყარო, კი, გამდიდრებულია, მაგრამ მისი სამყარო ეს არის, ანუ ორგანული არჩევანია მისთვის რუსეთი და მეორე თქვენც და მეთანხმეთ და მოხარული ვარ რომ ამაზე ერთად ვარ, ანუ მას რო ეთქვა რომ აი ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რასაც დღეს აკეთებს, ის ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, მაგრამ მან ხო იცოდა რომ ეს ასე იყო. არა, ვერ მოვიდოდა, მან გაიკეთა შლეიფი პროდასავლური, შემოიკრიბა ყველა თუ კი პროდასალური ძალა იყო ქვეყანაში. აი მე მგონი სპეციალურად შეარჩია მაშინ, ხო? კი, ანუ მე მაშინაც ამას ვამბობდი რომ პირველ რიგში რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია თავისუფალი დემოკრატები მისთვის იყო შირმა, რომ დაემალა მისი რეალური. ეხლა უკვე შეგვიძლია თამამად თქვათ, ნუ იყო შირმა და კიდე მთელი მისი განცხადებები მთელ რიგ საკითხებზე. მათ შორის ძალიან ლიბერალური განცხადებები. ქართული ოცნება არ არსებობდა, ვერ იარსებობდა და ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში. ანუ აი ეს არის საკვანძო დეტალი. მას რომ ესეთი რუსული რიტორიკა ქონოდა, ვერასოდეს ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ნამდვილად. ხო, ანუ დღეს ის ახლა ივანიშვილს რაღაც მოწონს თუ არ მოწონს, მე მგონი ძალიანაც მოწონს. ხო, ცხადია ურჩევნია არის 2 მილიარდი არ კონდეს დასაბრუნებელი და არ კონდეს სადაო, სადაც აქვს სადაო, არ ვიცი ახლა მე, მაგრამ მიუხედავად ამისა 2 მილიარდი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც მას რეალურად აქვს. მას კონტროლი აქვს ქვეყანაზე. მას ემორჩილება ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს ყველა სახელმწიფო შტო. მისთვის იღებენ კანონებს. მისთვის გამოყავთ პოლიცია და ჯარი და ასე შემდეგ. ხო, ხარ, ამ რომელი 2 მილიარდი შეედრება ამას. ხშირად რომ ამბობენ ხოლმე და პუტინს ამდენი მილიარდი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს პუტინს ამდენი მილიარდი აქვს? ამას ის რაღაც ჩაოლებრივი ბიზნესმენები თუ არ იყენებს, ხო? მას ემორჩილება რუსული სახელმწიფო და ეს არის ყველაფერი, ეს არის მისი ძალაუფლება და არა ის მილიარდების რაოდენობა. აქაც ეგეთი ვითარებაა ახლა ივანიშვილს მოწონს არ მოწონს, მოდი ასე ვთქვათ, ჩემთვის ეს არსებითად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა გონია რომ ძალიანაც მოწონს და ქართული საზოგადოების ამოცანა არის, მოდი ასე ვთქვათ, რასაც მტერი გვიკეთებს, ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენი, უნდა ვიყოთ მიზანსწრაფული, არ უნდა ვიყოთ ახლომხედველნი, ზუსტად ის რასაც აკეთებს რუსი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართველებმა წრისგან, ხო, მტერი ყოველთვის იყო ძალიან ვერაგი ჩვენთან მიმართებაში და ჩვენ შეგვიძლია ცოტა ვიეშმაკოთ ერთად მიმართებაში, ვიყოთ მომთმენი, ვიყოთ მიზანსწრაფული, რაც თავარია, ყველა ასეთ რეჟიმს, ამ შემთხვევაში პუტინის რეჟიმი მაქვს ხედველობაში, მოძებს ერთი და იგივე შეცდომა. ისტორია სინამდვილეში ყველა კითხვაზე შეიცავს პასუხს. ხო, რაც მოვიდა ჰიტლერს 30-იან და 40-იან წლებში, მან ნაბიჯ ჩამოშალა მაშინდელი საერთაშორისო არქიტექტურა, უშიშროების არქიტექტურა, ყველაფერი შემაკავებელი რაც არსებობდა, ერთა ლიგა იქნება თუ ალიანსები და ყველაფერი გაუვიდა რაღაც ეტაპამდე. აბსოლუტურად ყველაფერი და მან ირწმუნა რომ აღარ არსებობდა მისი შემაკავებელი ფაქტორი და რაღაც ეტაპზე ასწრიალდა. ზუსტად ეს მოვიდა პუტინს, იმიტომ რომ სინამდვილეში 2022 წლამდე პუტინს უკვე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა, რაც საკმარისი იყო მის მიმართ დიაგნოზის დასასმელად. საერთაშორისო ტერორიზმიდან დაწყებული და გაგრძელებული აგრესიული ომებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას გასდიოდა ის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩამოიყვანდა შროდერს დასვამ და გაზპრომის ბორცში, ჩამოიყვანდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს დასვამ და როსნეფტის ბორცში, იყიდიდა ვიღაც პოლიტიკოსებს დასავლეთში და ამით თავის ინტერესების განხორციელებას უზრუნველყოფდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მან ვერ გათვალა. აი ხა რო შევხედოთ 2022 წლის თებერვლის რეალობას, მართლა ვინ წარმოიდგენდა რომ თუნდაც ბაიდენის პირობებში, რომელიც მე არ მინდა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შუღლის კონტექსტში შევაფასო ბაიდენი, მაგრამ პარტია უკვე აღარ იყო თავისი შესაძლებლობების პიკში, რბილად რომ ვთქვათ, ბაიდენის პირობებში, გერმანიაში, შოლცის პირობებში და უკრაინაში აი ამ დაშლილობის და მაინც არაერთგვაროვანი პოზიციის პირობებში
მან იგი ვერ შეძლებდა კი ამას გეთანხმებით პრინციპში მიუხედავად იმისა რომ მე და თქვენ და ვერ უკრაინის გულშემატკივარს პირველივე დღიდან არ მოგწონდა მხარდაჭერის ის ხარისხი მეტი გვინდოდა თავიდანვე გვინდოდა უფრო მეტი რაკეტები უფრო მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის დასავლეთისგან იმაზე ბევრად მეტი იყო კონსოლიდაცია მხარდაჭერა სამხედრო მხარდაჭერა პოლიტიკური მხარდაჭერა ყველანაირი მხარდაჭერა ვიდრე პუტინი წარმოიდგენდა და ვიდრე მეც წარმოვიდგენდი მათ შორის, იმიტომ რომ ყველა მიიჩვია, რომ ეს დემოკრატიული ქვეყნები რაღაცა უფრო ბიუროკრატიულები არიან, უფრო ფრთხილები არიან, გადაწყვეტილებებს უფრო ფრთხილად ეკიდებიან, ამ მორჩეულთან უფრო მეტი პასუხისგებლობა აქვს და ეგრე არ არის, ვერ მოიგიჟიანებს რომელიღაც ლიდერი ეგრე თავს და ვერ მიიღებს მოკლედ ეგრე გადაწყვეტილებებს, ხო? ამიტომ კი, ვერავინ ვერ პუტინს რო წარმოედგინა ეგ, აი თუნდაც სანქციების მასშტაბები, რაც მას დააკისრეს, შესაძლოა არც კი დაეწყო ეს ომი, მეთანხმებით ამაში? შეიძლება ხო, არ ვიცი, სპეკულაციური იქნება ჩემი ნებისმიერი პოზიცია დაეწყო არ დაეწყო, უბრალოდ პუტინმა ირწმუნა ის, რაც მაგალითად ჰიტლერმა ირწმუნა 38 წელს, რომ აი სუდეტენლანდი გაუვიდა, ინიცოლტის რემილიტარიზაცია გაუვიდა, ყველაფერი გაუვიდა, ავსტრიის ანშლუსი გაუვიდა და იფიქრა, რომ ეხა რაღა გამაჩერებს და რაღაც ეტაპზე ასრიალდა და ზუსტად აი ეს შეცდომა მოვიდა პუტინს, ეხა ადამიანი ასე იყოს იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან, როგორც ეს ადამიანია და მაინც პულსზე ედოს ხელი, ძალიან რთული წარმოსადგენია და კი მიუხედავად ისა, მას ყავს ძალიან მაგარი ჩვენ და სამწუხაროდ დაზვერვა სპეცსამსახურები, მაინც მას მოუვიდა ძალიან ბევრი ფუნდამენტური შეცდომა, ეს იყო დაფუძნებული არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ იგივე უკრაინელების არცნობაზე, ხო, ის ერთი შეცდომა მთავარი ალბათ მე მგონია, რაც პუტინმა დაუშვა ის, რომ მართლა არ ჯეროდა მას, რომ უკრაინელები ცალკეერია. აი მართლა არ ჯეროდა, რომ უკრაინელები არიან ცალკეერი. აი რაც წარმოიდგენდა ის, რომ ოდესაში და ხარკოვში, რომელიც დღემდე რუსულენოვანი ქალაქებია, მას ადგილობრივი მოსახლეობა გაუწევდა ისეთ წინააღმდეგობას, რომ იქიდან ისივე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მართლა კიდევ ვიმეორებ არც კი დაეწყო ეს კამპანია რო წარმოედგინა რომ ესე რაღაც 5 წლიან უბედურებაში გაეხოვდა და ჩვენი დრო ამოიწურა უნდა დაგემშვიდობოთ ამიტომ მაინც მოკლედ რომ შევაჯამო ჩვენი საუბარი სულ არის ხოლმე არ ვიცი ეს ზაფხულის ბრალია რაღაცა ტრადიცია გვაქვს მედიას და პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს რომ ზაფხულში ხედავთ და ფიქრობ რომ ეს სულ განცდა რომ რაღაცა უნდა მოხდეს შემოდგომაზე ცუდი ან კარგი რა ვიცი და აი ეხლა სულ არის მოლოდინი ბევრი საუბრობს ამაზე რომ აი რაღაცა შეიძლება მოხდეს ანუ რუსეთმა მოითხოვოს ივანიშვილისგან რაღაცა თამასუქების განაღდება ასე ვთქვათ ხო ისევ ამით რომ დავამთავროთ რამდენი ორი რაღაცით დავასრულე პირველი სულ აი ბოლო 14 წელია სულ ეწინააღმდეგები ესეთ პოზიციონირებას აი მახსოვს რუსთავიორის პროცესები რო იყო მაშინაც ბევრი ამბობდა რომ ეს თუ გააკეთეს მე იმასაც ხო გააკეთებენ ან რაღაცაზე ეს თუ იკადრეს მე იმასაც იკადრებენ და მე მგონია რომ რასაც ეხლა ეგ მე დავივიწყე ხო ეს იკადრეს აღარ ხო რასაც ეხლა ესენი აკეთებენ კი რა თქმა უნდა უარესით შეიძლება მაგრამ უკვე იმდენად ცუდია რაც ტოტალურად მიუღებელია აი გახსოვთ ადრე იყო რომ კარგიც დავინახოთ რაღაცა კარგიც ხო არ ხდება არაფერი კარგი და ამათ ხელში არც არასოდეს მოხდება არაფერი კარგი. არაფერი მართლა არაფერი კარგი არ მოხდება. შესაბამისად ეს მოლოდინი რომ აი კიდე რაღაცა ცუდს იზამენ ერთგვარად შეიძლება განვაწყობდეს რომ ეხლა რაც ხდება ესე მაინც შენარჩუნდეს და მაგისგანაც გავთავისუფლოთ იმიტომ რომ ეგ რაც ეხლა ხდება როგორც ეხლა ვართ ეს არის აუტანელი და მიუღებელი. ქართველი თავმოყარე პატრიოტი ადამიანისთვის. და მეორე პოზიტივით რო დავამთავროთ მაინც ხო ჩვენ ისტორიაზე ბევრი ვისაუბრეთ და იგივე ხა მეორე მსოფლიო ომი 6 წელი გაგრძელდა, მაგრამ დაახლოებით 3 წელიწად ნახევარში გასაგები იყო როგორ დამთავრდებოდა. ბოლო 2 წელიწად ნახევარი უბრალოდ სამწუხაროდ გაგრძელდა ის ხოცვა-ჟეტა, მაგრამ მისი ბედი სადღაც აი შუა წელში უკვე განსაზღვრული იყო. ხა ის რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, ეგ არის დამარცხდა, ეგ არის უკვე მოცემულობა. ამას უბრალოდ დღეს საკითხავი მხოლოდ ის არის ზუსტად რამდენ ხანში დასრულდება ფორმალურად და ზუსტად რა ფორმას მიიღებს რუსეთის დამარცხება. ხო, აი პრინციპში ბევრი სკეპტიკოსისთვისაც კი ესე ჩანს ახლა უკვე ეს ამბავი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სკეპტიკოსი ტრამპი იყო და მისთვისაც კი ესე ჩანს მე მგონი უკვე. ხო, ანუ ახლა უკვე ძალიან რეალისტურია კითხვები დაკავშირებით, აი როგორი იქნება რუსული მარცხი, დაიშლება რუსეთი? და მე მგონია რომ დაიშლება, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაცია ამ ფორმით შენარჩუნდეს, იმიტომ რომ საკუთარ სხვებს კი არა, ანუ არცოდ მეზობელს რო არ უყვარს და
კი არა და ეზიზღება პრაქტიკულად, იმიტომ რომ დამპყრობელია ყველასი და მტერი. ეგ ერთია, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას არ უყვარს, ხო? ანუ ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, თათრები, რომელი ერთი დაუჭერს ხალხს რუსეთის შენარჩუნებას, თუ რუსეთს უსწრება, ხო? ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩეჩნები და დაღესტნელები კი არა. აი კალინინგრადში რო ჩაასახლეს რუსები, ისინი მისცემენ ხმას, ოღონდ გერმანიაში შეუერთდეს ისევ კალინინგრადი და კენიგსბერგი დაერქვესო და აღარაფერი არ გვინდა მოსკოვიასთანო. მალე გვაჩვენოს ამ სცენარის ახდენა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დაგემშვიდობებით ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი იყო ჩემი სტუმარი. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში.